Თამაშია ზუსტად ტოლკინის სიდიადე, იმიტომ რომ აი ამ ლეგენდარიუმსაც მანგან შექმნა, ეს არ არის ბრტყელი მოცემულობა. ეს არ არის, ну, რა თქმა უნდა, რეალიზმი და მით უმეტეს სოციალური რეალიზმი, არც მაგიური რეალიზმი არ არის, მთელი სამყაროა. სამყარო, რომელიც აგრძელებს ფუნქციონირებას, სამყარო, რომელიც რაღაც არსებობს. პარალელურ სივრცეში ეს პირველ რიგში არის ძალიან დიდი და კარგი ლიტერატურა. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, აი ვერაფრით ვერ შეურიგდები ამ მოცემულობას და ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის გვერდით ვარ იმ კუთხით, რომ ნობელის პრემია ამ გრანდიოზულ ადამიანს არ აქვს. ტოლკინს გულისხმობ, რა თქმა უნდა, მოცემულ სიტუაციაში. მე არ ვიცი მართლა რატო არ აქვს ეს თემა იმ წერალმა, რომელმაც აჯობა, როცა იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე. აგითხრათ, არ არის ეს წერალი, რა ვიცი, არც ვარგას ლიოსა და არც ლუის ბორხესი, მაგრამ ამით ტოლკინს არაფერი დაკლებია, მაინც და მაინც, იმიტომ რომ ეს სამყარო მის მიერ შექმნილი, მის მიერ აკინძული დგას და ფუნქციონირებს. თავარი მოცემულობა არის რა. და ამით აი კიდე ერთხელ გავავლებ მაგალითად პარალელს ხა ნიჩეს მორალთან საერთოდ აპირისპირებულია ეს ყველაფერი, ეს ერთ სივრცეში არც განიხილება, ნიჩეს მორალი სხვა პოლუსია, ძალაუფლება და ხელისუფლება სხვა პოლუსია, ტოლკინის მორალი აქეთ არის უფრო სოკრატესკენ, აი სადღაც ამათ შორის ალბათ მაკიაველია თავისი მოცემულობით, რომ თუ კი სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფო ინტერესები ამას ითვალისწინებს, რაღაც მორალური მხარე შეიძლება გადაიხედოს. მეცაც გეტყვით, მაკიაველი კიდე უფრო კატეგორიული იყო და ამბობდა, რომ სახელისუფლებო მოღვაწეების მორალი სხვა არის და არასახელისუფლებო მოღვაწეების მორალი სხვა არის და ჩვენ არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ სახელმწიფო ადამიანების მორალზე ჩვეულებრივი ადამიანის მორალიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ტოლკინის მორალი არის ერთი, რომ არა მარტო აბსოლუტური ძალაუფლება არის პოტენციური ბოროტება, არამედ სურვილიც კი აბსოლუტური ძალაუფლების არის პოტენციური ბოროტება.